საღამო მშვიდობისა ძვირფასო მეგობრებო, ქართველთა დიდი გაერთიანების სტუდიიდან ეთერშია სპეციალური გამოშვება. დღეს ჩვენი სტუმარია პოეტი, პროფესორი ბატონი ვაჟა ოთარაშვილი. იგი მობრძანდა ჩვენთან, აქვს ძალიან ისეთი საკითხები დღეს გასახილველი, უნდათ რომ მოგაწოდოთ ინფორმაციები და ამიტომ დიდ მადლობას ვეთქვი ბატონ ვაჟას. გაიხარეთ. მუდმივად ესე იგი მუხჩაუხრელი თავის სამშობლოსთვის იბრძვის, თავის სამშობლოს დასაცავად და აი ეხლაც ძალიან გულშემომწყრალი გვეწვია და ძალიან დასევდიანებულია იმდენი პრობლემების წინაშე დგას ქვეყანა და რომელსაც თავის თვალით უყურებს. მოდი დავიწყოთ იქიდან ბატონო ვაჟა, ახლა ჩვენ ყველამ ჩვენი თვალით ნახეთ 35 წელია უყურებთ ჩვენ, ესე იგი, როდესაც იარაღით გადატრიალება მოხდა, მას შემდეგ ისეთი ხელისუფლებები გარედან დასმული ჩარევებით და შემდეგ, რომ ფაქტიურად სახელმწიფოებრივი აზროვნება ჩვენ აი ამ 35 წლის მანძილზე რომ რომელიმე პოლიტიკოს ქონებოდა აი სახელმწიფოებრივი პასუხისგებლობა. ასეთი არ არსებობს. ალბათ ვერავინ დამისახელებს, იმიტომ რომ ფაქტიურად გარედან დასმულებია. ასევე რაღაცა ისეთი სახე მიიღო ამ ყველაფერმა, აი მხოლოდ მახინჯი და კორუფციული, აი თუნდაც ბიზნეს წრეებში, მათი ბიზნეს საქმიანობა და სწორედ ამის შედეგი ალბათ ეს უსაშველოდ მუდმივად რომ იზრდება და იზრდება ფასები, პირველადი მოხმარების და პროდუქტები და საერთოდ ზოგადად ქვეყანაში და მუდმივად გატაკდება მოსახლეობა. მე არ შეგიშლით ხელს, რაც შეიძლება მე დროს დაგითმობთ, ეხლა მე თქვენთან გადმოვდივარ აი ამ პირველი აი ამ კითხვით და დავიწყოთ, გავაანალიზოთ და შემდეგი კითხვებით შემდეგ გადმოვიდეთ. მოგესალმებით, დიდი მადლობა დათო მოწვევისთვის. მართლაც ამ ქვეყნის სატკივარმა მომიყვანა თქვენთან, ქართველთა დიდ გაერთიანების ამ სტუდიაში. მე არა ვარ რომელიმე პოლიტიკური თანამდებობის პირი, არც ვაპირებ, მაგრამ ხედავთ, რომ ამ 35 წლის განმავლობაში საქართველოს ფაქტიურად როგორც სახელმწიფო იშლება და ნადგურდება. არა მარტო მისი ტერიტორიული მთლიანობაა დაკარგული, არამედ მისი სულიერი ფიზიკური, ეკონომიური ტანი არის დაჩეხილი და დანაწევრებული. უპირველესად აი აბსოლუტურად სწორი ბრძანდეთ. ჩვენ ხედავთ ხელისუფლებებში სახელმწიფოებრივი აზროვნების დეფიციტს. დაწყებული შევარდნაძის ეპოქიდან, შემდეგ სააკაშვილის და ბიძინა ივანაშვილის ეპოქით დამთავრებული, ჩვენ ხედავთ, რომ ხელისუფლების სათავეში არიან უმეტესწილად სამშობლოს გამყიდველები, მექთამეები, კორუფციის ჭაობში ჩართულები, უცხო ქვეყნის აგენტურა, უცხო ქვეყნის რეზიდენტები, უცხო ქვეყნის პირობების უპირობო შემსრულებლები და საერთოდ არა ყველაზე მთავარი ის, რომ მის უდიდებულესობა ქართველ ერზე არავინ არ ფიქრობს. ყველაფერზე ვსაუბრობთ. აი გამოჩნდნენ ძაღლმადიდებლები, რომ თურმე მაწანწალა ძაღლების, კატების უფლებები უნდა დავიცვათ. ძალიან კარგი კი ბატონო ვეთანხმებ, მაგრამ ქართველი ერის უფლებას ვინ დაიცავს? ერისა, რომელმაც შექმნა უნიკალური კულტურა, რომელმაც უდიდესი წვლილი შეიტანა მსოფლიო კაცობრიობის კულტურის ისტორიაში, განათლების ისტორიაში, არქიტექტურაში, ჯარის უნიკალური ომების მოგებაში. რაქნას ქართველმა ერმა, ვეფხისტყაოსნის შემქმნელმა ერმა, რომლის ქართულად წოდებული ბიბლიაც აგერ შეურაცხო რუსთაველის თეატრის ერთმა სპექტაკლმა.
რაქნას ქართველმა ერმა ვეფხის და მოყმის უნიკალური შედევრის შემქმნელმა ხალხური პოეზიის ბაჯაღლო ოქროს შემქმნელმა ერმა რაქნას გელათის ნიკორწმინდის ალავერდის სამთავისის ამშენებელმა ქართველმა ერმა რომელმაც სვეტიცხოვლის გულში შეინახა ქრისტეს კვართი ერმა რომელსაც 100,000 მოწამე მარტო ერთ დღეს დაებადა როდესაც კალასხიძე ფეხი არ დააბიჯეს მაცხოვრის და ღვთისმშობლის ხატს რაქნას ერმა რომელმაც დიდგორი მოიგო 600,000-იან თურქ-სელჩუკთა გაერთიანებულ ლაშქართან რაქნას ერმა რომელმაც შამქორი და ბასიანი მოიგო რაქნას ერმა რომელმაც მარტყოფის ბრძოლა მოიგო გიორგი სააკაძის სარდლობით მარტყოფის ულევარას ველზე რაქნას ერმა რომელმაც 1757 წლის 14 დეკემბერს გმირი მეფე სოლომონ პირველის ხელმძღვანელობით ხრესელის ბრძოლა მოიგო და თურქები არ შეუშვა რიონის ხეობაში რაქნას ერმა რომელსაც ყავდა ვაჟა ილია აკაკი გოგებაშვილი დიდი ივანე ჯავახიშვილი დიდი გალაქტიონი დიდი გურამიშვილი დიდი სულხან საბა და უზარმაზარი გრიგოლ ხანძთელი რაქნას ერმა რომელმაც ფაშიზმი აგერ სულ რაღაც 70 წლის წინ დაახლოებით სტალინის მეთაურობით ორივე ბეჭზე გააკრა ქართველი იოსებ ჯუღაშვილის მეთაურობით და აი ამ ერის გენოციდი მიმდინარეობს ყველას თვალწინ აი ამიტომ მოვედი მე აი ამის სათქმელად იმიტომ რომ ფაქტიურად მიმდინარეობს ერის გენოციდი ქართველი ერის გენოციდი ამაზე არავინ არ საუბრობს და უპირველესი ხელმძღვანელები ამ ტრაგიკული პროცესისა არიან ჩვენი ხელისუფლებები აი გადატრიალების შემდეგ რაც ეროვნული ხელისუფლება დაემხო ყველა ხელისუფლება ფაქტიურად ხელს უწყობს ქართველი ერის გენოციდს რომ ჩვენ ხო გვაგვაჩნია სტატისტიკა 1989 წლის აღწერისა ეს მარტო დემოგრაფიული კრიზისი არ არის ქვეყნისთვის ეს არის ქვეყნის სულიერი ეკონომიური კულტურული საგანმანათლებლო კრიზისი თუ ვთქვათ 1989 წელს საქართველოს მოსახლეობა რომლის 85%-მდე ქართველობა იყო შეადგენდა 5,5 მილიონს დღეს რეალურად საქართველოს მოსახლეობა ქართველობა საქართველოში შეიძლება 1,5 მილიონს აღარ შეადგენდეს როდესაც 90-იან წლებში საქართველოში იყო 70,000-მდე ზოგიერთი მონაცემებით 75,000-მდე მეცნიერ მუშაკი მკვლევარი დღეს მათი რაოდენობა შემცირებულია 3,500-მდე 4,000-მდე ანუ მიდის ერის გენეტიკური ინტელექტუალური გამოფიტვა განადგურება ამ კუთხითაც ამას ემატება ის მსახრალი განათლების პოლიტიკა რომელსაც ჩიჩილაკ ბრძენი კობახიძე და მისი განათლების მინისტრი მიქანაძე ახორციელებენ დაუნდობლად როგორც უმაღლეს სასწავლებლებში ასევე სკოლებში ახლა მე გუშინ დამირეკეს სოფელ ლამისყანიდან იცით ლამისყანა ისტორიული სოფელია საიდანაც დავით გურამიშვილი მოიტაცეს ლეკებმა ამ ისტორიულმა სოფელმა მრავალი მოჭიდავე მრავალი გამოჩენილი პიროვნება გაუზარდა საქართველოს 2 წელზე მეტია მიდის მშენებლობა აი რა შემომჩიოლა მოსახლეობამ 2 წელზე მეტია მიდის საბავშვო ბაღის მშენებლობა და ფული უკვე შეჭმულია ამოყვანილია კედლები სადღაც ალბათ 1 მეტრზე და შეჩერებულია ეს მშენებლობა ბავშვებს ატარებენ იგოეთში
ეხლა წარმოიდგინეთ, ეხლა კიდე გაზაფხულია და ზამთარში როგორია ლამისყანიდან ბავშვის იგოეთში ტარება, ხო? საბავშვო ბაღში. ასევე მოარული ხმები ამბობენ, რომ უნდა დაიკეტოს სოფელ ლამისყანის სკოლა. უნდა წავიდეს რემონტი. და თურმე ბავშვებმა ასევე 1-2 წელი უნდა იარონ იგოეთის სკოლაში. ეხლა იგოეთში დიდ სკოლას აშენებენ. მე მივესალმები სკოლის აშენებას, რა თქმა უნდა, მიხარია, მაგრამ ასევე მოარული ხმები ამბობენ და მინდა გავაჟღერო და ნეტა ჩემი სიტყვები ტყუილი აღმოჩნდეს, რომ უნდა დახურონ სოფელ ქვემოჭალის და სოფელ სამთავისის სკოლები და ამ ბავშვებმა უნდა იარონ იგოეთის სკოლაში. მე მინდა გავაჟღერო, იმიტომ რომ კარგს არაფერს მოველი ამ ხელისუფლებისგან. შეიძლება ეს სულაც მარტო მოარული ხმებია და ღმერთმა ქნას რომ მოარულ ხმებად დარჩეს, მაგრამ ძალიან ცუდი მაგალითები გვაქვს წინ ამ კუთხით, ჩემო დავით. ნახე, ისტორიული სოფელი ნოსტე, ხო, გიორგი საკაძის მშობლიური სოფელი. დაიხურა სკოლა, დაკეტეს, ბავშვებს დაატარებენ ახალციხეში ან ახალქალაქში სკოლაში. ნოსტე ხო ყველა მიცის გიორგი საკაძის სოფელი. შეიძლება ეს სკოლა არ ფუნქციონირებდეს და სახელმწიფო პოლიტიკა არ იყოს მიმართული განათლების სახელმწიფო პოლიტიკა იქითკენ რომ სკოლა ფუნქციონირებდეს თუნდაც ერთ ბავშვზე. როცა შენ სოფელში სკოლას ხურავ, ჩათვალე რომ ის სოფელი ცარი ელდება. ანუ წირავ შენ ამ სოფელს გასანადგურებლად. ერთად წმინდა, ასევე ისტორიული სოფელი. ასევე რამდენიმე წლის წინ დახურეს სკოლა და დაცარიელდა სოფელი. ეხლა იქ არის მოსახლეობა? კი, მოსახლეობა არის და ბავშვებს ატარებენ იმაზე ახალქალაქში. სოფელ ახალქალაქში. ეხლა მეფის სოფელი რო დაარქვეს იდიოტურად, ისევე ამ მისი რა ქვია, ეგრეთ წოდებული დეპუტატის და ჩიჩილაკ ბრძენის იმითი მონტაჟი. აი, თქვენი აზრით, რა მიზანს ემსახურება ეს პატარ-პატარა სოფლებში ეს დახურვები სკოლების? ემსახურება იმას, რომ სკოლების შენობებს გაყიდიან. გაყიდიან ამ სკოლების შენობებს და როგორც ქართულ მიწაწყალს ყიდიან უცხოელებზე, ისე გაყიდიან ამ შენობებსაც. სხვადასხვა მიზნით. ეს იქნება სასტუმრო, იქნება რესტორანი, იქნება თუ რა უცხოელების ხელში. ეხლა ყველაზე მთავარი კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს არის ქართველი ერი, რომელიც თავის მშობლიურ მიწაწყალზე უკვე ძალიან ცოტაღა დარჩა. ყველანაირად აიძულებენ, რომ თავისი მშობლიური მიწაწყლიდან, წინაპართა სისხლით მორწყული მიწაწყლიდან ქართველი გაიქცეს, ემიგრაციაში იყოს. და ის ემიგრანტებიც, რომლებიც იქ არიან, არ ჩამოვიდნენ აქ. ანუ ისეთ პირობებს უქმნიან მოსახლეობას, ეს იქნება ჯარემიზაცია, რომ მანქანას ვერ გააჩერებ ქუჩაში, დაგაჯარიმებენ, წაგართმევენ ეს კალამაჰმად-ხანი ყაჩაღი. ქალაქის მერის ეს პოლიტიკა. ანუ ყველანაირად ქართველი კაცის ეს იქნება ინტელიგენტი, ეს იქნება გლეხი, ეს იქნება მუშა. პირობები არის შეზღუდული, ყველაზე უბედური თავის სამშობლოში დღეს არის ქართველი კაცი. აი ამ ტკივილმა მომიყვანა დატომი. კიდევ ერთხელ ვაცხადებ, მე არც ერთი პარტიის წევრი არა ვარ, არ ვაპირებ არც ერთ პოლიტიკურ თანამდებობის დაკავებას, არც არჩევნებში მონაწილეობის მიღებას. მე მხარდამჭერი ვარ ამ გაერთიანების, იმიტომ რომ ხედავ ქართულ გზაზე მიდიან. ჩვენ საუბრობთ ფასების მომატებაზე, თუ მომატებულ ფასებზე და რაღაცა ეგრეთ წოდებული კომისია შექმნეს და ამ კომისიის შექმნა, მეცი რა მომაგონა? შექმნეს და ფასების გაზრდა გამოიწვია. კი, და რა მომაგონა, იცით? მგლებისგან რო შექმნა კომისია, ცხოვრების პრობლემების გადასაწყვეტად. აი ცნობილი ცნობაა, რომ შენ ზემოთ აღარ ვექო როგორ აგიმღრევ წყალსაო და ასე შემდეგ. აი ეს მომაგონა. ესე იგი, მგლებისგან შექმნეს კომისია, რომ ცხოვრების პრობლემები და სატკივარი გადაწყვეტონ. ხო ეს ტყუილია რა ყველაფერი. ესე იგი, ჩვენ ამ მიზეზებზე კი არ ვლაპარაკობთ. ჩვენ ვლაპარაკობთ მხოლოდ იმაზე, რომ ფასები გაიზარდა, კომისია შეიქმნას, ასეთი კომისია იყო კიდე წულუკიანის, ხო რა გააკეთა ახლა, ხო არაფერი.
ამ ფასების გაზრდის მიზეზი არის უპირველესი ის, რომ ეროვნული წარმოება არის დანგრეული, ეროვნული მრეწველობა ნულს არის გატოლებული, ეროვნული სოფლის მეურნეობა არის მიწასთან გასწორებული და მცირე და საშუალო ბიზნესის რეკეტი მიდის სახელმწიფოსგან. ანუ ხო არის ანტიმონოპოლიური კანონიც, სამსახურებიც ესენიც. თვითონ არიან მონოპოლისტები. ანუ პარლამენტში ჩვენ ხედავთ ფეოდალ მონოპოლისტებს, მათთან დაახლოებულ პირებს, ქვეყანაში 10 ქართველი მილიარდელია ღმერთმა ამრავლოს, მაგრამ ჯო, როგორ უნდა გაღორდე ისე? კიდე ერთხელ მინდა გავიმეორო, ალექსანდრე მაკედონელი ეს უდიდესი ხედავთ თავარი და ქვეყნების დამპყრობელი, ხო? რომელმაც უდიდესი სიმდიდრეები მოიხვეჭა და უდიდესი ბრძოლები მოიგო. როცა კვდებოდა უთხრა, რომ ხელები მაღლა დამაჭერინეთ, დაინახოს ხალხმა, რომ იმ ქვეყანაზე არაფერი არ მიმაგო. იმ ქვეყანაზე ვერაფერს ვერ წაიღებთ, ჩემო ძვირფასო მილიარდოლებო და მილიონერებო, გაღურებულო ბრბოვ. თქვენ ხართ ჩვეულებრივი ღორების კოლტი, რომელსაც პირდაპირ ჯოჯოხეთი გელით. იმიტომ რომ ყველაზე მთავარი ქართველი ერი იღუპება თქვენი ღორული პოლიტიკისა გამო. იმით რომ თქვენი გაუმაძღრობა, თქვენი შეუგნებლობა სწორედ აქეთ არის მიმართული, რომ ვეღარ ძღებით ამ მოგებებით. ეს იქნება ფარმაცია, ეს იქნება ბენზინ გასამართ სადგურებზე საწვავი, ეს იქნება კვების პროდუქტები, სოციალური სფერო თუ ასე შემდეგ და ასე შემდეგ. რა უბედურება, განა რა გახდა, რომ 3 მილიონიანი ქვეყანაში 70,000, 80,000 ბავშვი შიმშილობს ყოველდღე არა? და რამის 9 მილიონ მოხუც პენსიონერს არ შეუძლია, რომ თავისთვის საჭირო წამალი იყიდოს, აი პირველადი წამალი. ერთ რაღაცაში მოკლედ ჩავერთო. აი ბატონო ვაჟა, წამლები ახსენეთ და ეხლა კომისია შექმნეს ვითომ, მაგრამ მთავრობას და ხელისუფლებას რომ სურდეს და მათი კეთილინება იყოს, რომ ფასები დაუწევენ. აგერ აქვე რომ გადავიდეთ თურქეთში, პირდაპირ აფთიაქში წამლების ფასის სხვაობა საქართველოს აფთიაქებთან შედარებით არის იწყება 300%-ით, 400%-ით, 500%-ით გაზრდილი და ზოგიერთი წამალი ჩვენ დავაფიქსირეთ 800%-ითაც იყო გაზრდილი. ეხლა ეს ამათ თუ კეთილი ნებირჩულთ, ამის რა ქვია გაიაფება. ამას რა თუნდა ფორმულები და მთელი ამბავი, ხო? ამას უნდა კეთილინება, მხოლოდ და მხოლოდ პატიოსნება, რომ შემოიტან იქ რაღაცა მცირე ფასნამატი დაადო, ბიზნესი რაღაცა არ მოკვდეს და რა თქმა უნდა ხელფასები გაცენ და იმუშაონ და რაღაც მცირე მოგება. მიიღოს იმ აფთიაქება, მაგრამ ეს 800% რო ამატებდა 500%. ეს არის გადაწყვეტის ეს არის ხალხის დაშინება და ერთი გზა, მე გეტყვი, გადაწყვეტის გზებზე ეხლა დავიწყოთ მაშინ საუბარი. რა კი ფასები გაიზარდა. შენ მაშინ შექმენი ეროვნული ფარმაციული მრეწველობა. არსებობს უამრავი ფაკულტეტი ფარმაციის, შესანიშნავი სპეციალისტები, ქიმიკოსები, ბიოლოგები, ფიზიოლოგები. კვლევითი ინსტიტუტები იყო ზოგი გაყიდეს, მაგრამ არის კიდე დარჩენილი ის მეცნიერული პოტენციალი, რომელთაც შეუძლიათ შექმენი ფარმაციული წარმოება. თუ ბანგლადეში უშვებს, კაცო, თუ ინდოეთი უშვებს, თავის ბალახებით დამზადებულს, შენც ხო შეგიძლია ელემენტარულად, არა? აქ უკვე ხორვალოლი რო არ შემოიტანო უკრაინიდან და შენ გამოუშვა, არ შეგიძლია? ხო, მაგრამ რა შემოიტანო იაფად. იყო ესეთი ცნობილი ფარმაცევტი, ღმერთმა ნათელში ამყოფოს, კარგი კაცი იყო, სოკრატ სალუქვაძე. ვიცნობდი მე ღმერთმა ნათელში ამყოფოს. მისი აფთიაქი, რომელიც აი მართლაც უნიკალური ისტორიული აფთიაქი იყო, გაყიდეს, გააუბედურეს, ხო? წამლებს ამზადებდა, მზადდებოდა ეგ წამლები. ეხლა გონი ერთი აფთიაქი ხა დარჩა თბილისში.
რატო ეს წარმოება განავითარე, ხედავ რომ ბელგია იქნება, დანია იქნება კი? შენ განავითარე და შესაბამისად ის სამეცნიერო პოტენციალი, ის უმაღლეს სასწავლებლების კურსდამთავრებული სტუდენტობა აქ დაასაქმე. შენ გამოუშვი ეს სწავლები, ონკოლოგიური იქნება თუ, გიპეტონიის იქნება თუ, იმის ნიჭიერია ქართველი კაცი. ვერავინ ვერ შეედრება ქართველ კაცს ნიჭიერებაში. ღვთივკურთხეული ერია ჩვენ ისევე როგორც ღვთისმშობლი წილხვედრი ქვეყანა. და განავითარე ეს სფერო ამ კუთხით, რომ ეროვნული წარმოება გქონდეს ფარმაციის აქ შენ და თურქეთის ბაზარზე კი არ იყო წამალზე დამოკიდებული ან ინდოეთის, ან ჩინეთის, ან რუსეთის. შენ შექმნა, შენ. იცი რა, შეიძლება მეზობელმა ერთხელ მოგაწოდოს საჭმელი, მაგრამ თუ შენ ქვაბი არ შეიძინე, არ მოიმარაგე სურსათი და შენ თვითონ არ მოხარშე, ყოველთვის ვერ მოგაწდეს მეზობელი და ყოველთვის ვერ იყიდი. აი ამაშია სახელმწიფო წესია. ეხლა რაც შეეხება ისევე ეროვნულ წარმოებას, ეროვნულ მრეწველობას, რატოა დაანგრეული შეგნებულად? ელემენტარულად ასანს რო ვერ უშვებს ქვეყანა. ბებიაჩემი აკეთებდა საპონს. ბებიაჩემი, როცა იყო გაჭირვება 60-ზე და საპონს ვერ უშვებს ქვეყანა. ელემენტარულად საცვალს ვერ კერავს ქვეყანა, როცა მთელი სიკერებოდა, ხო, გმირთა მოედანზე გაიყიდა ეხლა ის მთელი ფაბრიკის, მთელი მოწყობილობა და ის იყო, ხო? და მაუტკამვეული და რაღა არ იყო, არა, აბრეშუმის წარმოება და მატყლის დამუშავება, მატყლის წარმოებას თუ გაზრდი, ხო? გლეხი დაინტერესდება, რომ ცხარი იყოლიო, ჩაგაბარო შენის მატყლი. ანუ ეს ყველაფერი არის ერთმანეთზე გადაჯაჭული. მაგრამ აქ ნახე რა ხდება? მიდის ძარცვა ოლიგარქების მიერ, როგორც შინაური, ისე გარეული ოლიგარქების მიერ მიდის ქვეყნის ძარცვა. მათ ხელი აქვთ დადებული ცემენტზე, მარგანეცზე, სპილენძზე და ასე შემდეგ. დანარჩენი არ აინტერესებთ, გამოფუღრულია მთელი მთები, მთელი საქართველოს მიწაწყალი დათხრილია. წეგან ლამისყანა რო ახსენე. ქსანი ჩამოუდის ლამისყანას. ესე იგი ლამის ვენახებამდე ამოსული ქსანი და ბაღვენახებამდე. ამ ეგრეთ წოდებული შებელის და აი ქვიშის და იმის ამოღების, ხრეშის ამოღების გამო. და იქ რო ამტროენ ამ ხრეშ და იმის. აღაიაში ჭები დაშრა ამის გამო. ანუ ეკოსისტემა მთლიანად რღვევას განიცდის. ამის პატრონი არავინ არ არის. ვინ არის იმის მე პატრონი? ვიღაცა პარლამენტარი, ვიღაცა მთავრობისევრი, ვიღაცა კრიშა. დამთავრდა. აი ამაშია, ამიტომაც საქართველოში არის ხელისუფლებაში სახელმწიფო აზროვნების დეფიციტი. და რატოა ეს დეფიციტი და რატო არ იყო ადრე? როცა ვახსენებთ ჩვენ დიდ მეფეებს, ვახტანგ გორგასალს, რომელიც სხვათა შორის გვარამ სპასალარი კასპში ზრდიდა და მერე ქვემო ჭალაში. მან პატარამ ქართლის ცხოვრებაში ეწერია უკვე 7-8 წლისა მიცოდა რომ ქვეყნის ფსუნა ეპატრონებინა და თავის ხალხი უყვარდა. ამათ რომ ეზიზღებათ ქართველი ხალხი ხელისუფლებაში ვინც არიან, კონტაქტზე არიან მარტო თავის წრესთან. იმიტომ ვამბობ რომ ეგენი არიან ჩვეულებრივი ღორების კოლტი. ხელისუფლებაში ყავს ღორების კოლტი, რომელიც თქლეფავს უზომოდ და ანადგურებს ამ ერს. ეს არის საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე შავბნელი პერიოდი. რა შევადარო, რომელ მურვანყრუს, რომელ ჩინგისხანს, რომელ აღა მაჰმად-ხანს, რომელ თურქ-სელჩუკებს, რომელ არაბებს, რომელ მონღოლებს. ესენი ჯამში აღებული ყველაზე დიდი საშინელი ბოროტება, რაც საქართველოს თავზეა დაკიდებული. რა არ ვიცი მე ახლა უფალმა რატო გაიმეტა ეს ქვეყანა ესე, რომ აი 35 წელია თუ 34 წელია ღორად ქცეული კოლტი მართავს საქართველოს. ხელისუფლება არ უქვია. და აი სახელისუფლებო აზროვნება ნიშნავს იმას, რომ იმ ხელისუფალს უნდა უყვარდეს უპირველესად თავისი ხალხი, თავისი მოსახლეობა და მარტო მაშინ კი არ უნდა აქცენტებოდეს შეხვედრაზე არჩევნები რო იქნება, რომ მივიდეს ამორჩეველთან. და რა ხდება ახლა? რა მექანიზმი მე აქვე გამოსავალსაც პასუხობ.
უნდა შეიცვალოს კანონმდებლობა და ორი მომენტი უნდა შევიდეს კიდე საქართველოს კონსტიტუციაში, კიდე საარჩევნო კანონში. პირველი უნდა აეკრძალოთ ბიზნესმენებს პოლიტიკაში მოღვაწეობა და პარლამენტის წევრობა. კი ბატონო, ეს ვისია, რაღაცა ისა ხო, ეს ბარკლები ვის შემოაკ, ის შაქრის ბიზნესი ვისია, ღვინის ბიზნესი ვისია, დუგლაძეა თუ პეტრეძეა თუ ის არის ხო? ვაჭრაძე ხო? მოაცილეთ ბატონებო, ვისაც უნდა პოლიტიკაში ყოფნა, ის უნდა თავის მშობელ ხალხს ემსახუროს და არა თავის ჯიბეს. ამიტომ ეს კანონმდებლობით უნდა დადგინდეს, რომ ბიზნესმენს ეკრძალება პარლამენტის წევრობა და პარლამენტში მოღვაწეობა დაგვანებონ თავი. კი ბატონო, კანონმდებლობით კი არის, რომ მაღალ ჩინოსნებს ეკრძალებათ, მაგრამ გადააფორმებენ ხოლმე თავის ახლობლებზე. ნახეთ ახლა. იმიტომ არსებობს. არა, გიპასუხებ. შევიდეს, იცით? არა, გიპასუხებ. სანამ ხელისუფლებაში მოვა, მანამდე მინიმუმ 5 წელი არ უნდა ფიქსირდებოდეს, რომ ის იყო. კი ბატონო, მაგის დახვეწა შეიძლება. მინიმუმ 5 წელია თუ 10 წელია. კი ბატონო. რისთვის არსებობენ ისეთი ორგანოები, როგორიც არის უშიშროება, როგორიც არის პროკურატურა, როგორიც არის შინაგან საქმეთა სამინისტრო? ნუ თუ მათ არ ექნებათ იმის ინფორმაცია, რომ ეს კაცი ამ კაცს თავისი დიდი ბიზნესი სიდედრზე თუ ცოლის დაზე აქვს გადაფორმებული? არ ეცოდინებათ ეს ყველაფერი? ბატონო ვაჟა, დეკლარაცია. ამიტომაც და მეორე ეს პირველი, რომ უნდა აეკრძალოთ, სხვათა შორის ეს ნორმა არსებობს ევროპაში. კი ბატონო. ჩვენ ხო ევროპისაკენ მივიდივართ, კი ბატონო, რაღაცა კარგში მივიბაძოთ იმ ევროპას. და აიკრძალოს. გნებავთ 5 წელი იქნება თუ 10 წელი იქნება თუ გნებავთ შევჩნეულიც რო იყოს ბიზნესში, ხო? რომ ძმას რო კონდეს და ის უნდა იყოს მაგაზე შეიძლება მსჯელობა იმ ნორმების ჩამოყალიბება, პოლიტიკოსისთვის იმ დოგმატების ჩამოყალიბება, იმ ჩარჩოებისა, რომელშიც მას შეუძლია მოღვაწეობა. მეორე უნდა იყოს ის, რომ უნდა გქონდეს ჩვენ დეპუტატის უკან გამოწვევის უფლება. ეს უნდა მოქმედებდეს როგორც დაბალ დონეზე, ქალაქის მუნიციპალიტეტების საკრებულოს დონეზე, ასევე დედაქალაქის, ასევე დიდი ქალაქების და ასევე პარლამენტის დონეზე. ვერ შეასრულა ამომრჩევლების დაპირება, ვერ ამართლებს მათ ნდობას და ის თავის ბიზნესს უბერავს და თავის საქმიანობას ეწევა. უნდა არსებობდეს გარკვეული პროცენტი ხელმომწერებისა, რომლებიც თქვათ 20% დააყენებს ამ დეპუტატის გამოწვევის საკითხს. და შესაბამის ოლქში იყო სპეციალური გნებავთ იგივე საარჩევნო კომისიას CSKO-ს დაევალოს, ახალი განყოფილება დაემატოს, რომელიც იქნება დეპუტატის უკან გამომწვევი განყოფილება. თუ ამომრჩეველთა 50+1 კაცი თანახმა იქნება, რომ ეს დეპუტატი იქნეს გაწვეული, უნდა გავიწვიოთ და 4 წელი აღარ უნდა ელოდო. და ეს ვადა 1 წელშივე უკვე უნდა მოქმედებდეს. იმიტომ რომ იმ წელსვე გამოჩნდება ზოგი პარლამენტის სტომებზე საერთოდ არ დადეს ბატონებო. ზოგი საერთოდ არ გამოსულა პრობლემატიკაზე. და ხალხზე არაფერზე არ ლაპარაკობენ. რაზე მიდის ლაპარაკი? ესე იგი, მიდის ჭიდაობა, ეს ნაცია, ის ქოცია, ის LGBT-ია, ეს ტრამპმა რა თქვა, ზელენსკი ისა პუტინმა. ესე იგი, ხალხის მდგომარეობაზე პარლამენტი არ მსჯელობს. არ მსჯელობს, ნახეთ, აი წეგან უბრალოდ ფიგურალური შედარება გამოვიყვანეთ, კომისია შექმნეს, გლების ხროვა შეიყვანეს, მის რა ქვია, ბატკნების საკითხის გასარჩევად. აი, ასეთი სიაფანდობით ხდება ეს ყველაფერი და ანუ რას ნიშნავს, რომ სახელმწიფო აზროვნების დეფიციტია ხელისუფლებაში. სახელმწიფოებრივი აზროვნების დეფიციტი ნიშნავს, რომ სახელმწიფო დაგვემხობა თავზე, ხვალზეგ და სულ სხვა ჯურის, სულ სხვა გაგების ხალხი შეიძლება მოვიდეს ქვეყნის სათავეში. ამაზე გადაჯაჭვულია დემოგრაფიული პრობლემა. მე
ვიცი რომ აი თქვენ 24 მაისს საღამოს 6 საათზე თუ არ ვცდები რუსთაველის მეტროსთან სწორედ ამ პრობლემას უძღვნით თქვენ საინფორმაციო შეკრებას 17 ქვეყანასთან არის უვიზო მიმოსვლა დამტკიცებული ხო და როგორი ქვეყნებია ესენი ავღანეთი, ირანი, საუდის არაბეთი და ასე შემდეგ ისი ამათ რო კითხო დასავლეთსკენ ევროპისკენ მივდივართ ამ ქვეყნების მოსახლეობა ჯამში უზარმაზარია მილიარდამდეა ხო იქ ინდოეთია იქ რას უშვებით ესე იგი ჩვენ ვანადგურებთ ინდოეთის გარეშეა მილიარდამდე ესე იგი ჩვენ ვანადგურებთ ესე იგი დემოგრაფიულად შეგნებულად საქართველოს ხელისუფლება მის მშობელს თუმცა მისი მშობელი არ არის იმიტომ რომ საქართველოს ხელისუფლებაში ძალიან ბევრი ვითომ ქართველია არა ქართველია და ვაი ქართველია და მაინც გენეტიკა თავისა შვება იცით და ძალიან ბევრი ისეთი პიროვნება რომელიც ნამდვილად ხელისუფლებაში არ უნდა იყოს და აი სწორედ ასეთი ხალხი ანადგურებს მის უდიდებულესობა ქართველებს საქართველო ითვლება ქრისტიანულ ქვეყანად ნუ დაწყებული წმინდა ნინოდან და უფრო სწორედ იმაზე ადრე ანდრია პირველწოდებულიდან ქრისტეს მოციქულიდან დაწყებული ჩვენ 20-21 საუკუნე დაიწყო ქრისტიანული სახელმწიფო ვართ მაგრამ დღეს საქართველოში არის სკამთაყვანის მცემლობა ეს სკამთაყვანის მცემლობა დაიწყო 92 წლიდან როგორც კი ეროვნული ხელისუფლება დაემხო შევარდნაძე და ედუარდთან დაჩოქება მიშა მაგარია და ეხლა აი ბიზნესი საუბარში მიდაჩავართ თუ არ დაივიწყებთ ბატონო ვაშა პარლამენტის სახსენით 95%-მა იქ არ იცის როგორ დაწეროს კანონპროექტი იქ ერთადერთი ფუნქცია მათ აქვთ ერთადერთი რისთვისაც ისინი პარლამენტში შედიან რომ საკუთარი ბიზნესები დაიცვან და გავლენა ქონდეთ ქვეყანაში მეორე კიდევ როდესაც აი პროკურატურას ვახსენებ ჩვენ და სამართლებრივ სწორად ბრძანეთ გამოწვევაზეც ხომ პროკურატურის საქმიანობა როდესაც ახსენეთ პროკურატურას ევალება როდესაც ესა თუ ის ჩინოვნიკი იქ ავსებს დეკლარაციას როდესაც თანამდებობა უნდა დაიკავოს მაღალი თანამდებობა პროკურატურამ უნდა გადახედოს მის მიერ შევცილ დეკლარაციას და გააკეთოს დასკვნა აქ ყველაფერი წყობშია თუ არა ეხლა გეკითხებით ადამიანს რომ დაახლოებით 3-4 მილიონი უწერია ოფიციალურად დეკლარაციაში სხვადასხვა ქონებები კიდევ ამის გარდა სასახლეები და ისინი ეს ხო შეუძლებელია როდესაც ეს კაცი მოდის ახალგაზრდობიდან თანამდებობაზე სადაც ბიზნესი ეკრძალება რო შეკრიბო ხელფასი და 50-ზე გაამრავლო ეს თანხა მაინც არ გროვდება მაშინ საიდან მოიტანეს მე პირდაპირ ვიტყვი ახლა თუნდაც სად არის პროკურატურა როდესაც გელაძე ეხლა დანიშნეს ნიშნავენ გონი თუ როგორ არის უშიშროების მინისტრად ხო გელაძე შინაგან საქმეთა მინისტრი რო იყო მე კი არა თელი საქართველოს გაუწდა კაცო შეხედეთ ცოლის საკუთრებებს თუ მის სახელზე არსებულ საკუთრებებს თავზე გადმოვდუხთ მილიონები საიდან დააგროვეს კაცო ამას ხო უნდა გამოძიება ამიტომ მე პირადად მე ბატონო ვაჟა მაქვს ესეთი კაცრი ის მაქვს ამაზე შეხედულობა ჩემი რომ აქ არანაირი სამართლიანი წესით ახდება თანამდებობებზე ადამიანების დანიშვნა ეს არის კლანური მმართველობა და ამას ეხლა ძალოვანი სტრუქტურებს პირდაპირ ვიტყვი ძალოვანი მინისტრებს პირდაპირ ნიშნავს მხოლოდ და მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი და ეს კაცი აკონტროლებს ძალიან კარგად ვიცი ეს თემა რამოდელი მინისტრის ასე ჰუმანიტარული ესე კულტურის მინისტრი და ასეთი რაღაცები იქ გადანაწილებულია პრემიერზე და კიდევ ასე შემდეგ და თუ არა ყავს პატრონი არავინ არ დაგნიშნავს იქ აბსოლუტურად გეთანხმები მე იმიტომ დავაყენე ეს სახელმწიფოებრივი აზროვნების მდგომარეობაში ბატონო ვაჟა ბოდიშით იმიტომ ვართ ასეთ სავალალო მდგომარეობაში რომ პარლამენტის 95-90% რომ გამოვიყვანოთ აი მილიონერები რომ არიან საშუალო დონის განათლებაც არ აქვთ ისინი ვერანაირ კანონპროექტს ვერ დაწერენ
სახელმწიფოებრივი აზროვნების დეფიციტი ხელისუფლებაში სწორედ ნიშნავს იმას, მაშინ კიდევ ერთხელ გავიმარტავ, რომ ხელისუფლება დაკომპლექტებულია კლანური პრინციპით და არაპროფესიონალიზმით. არაპროფესიონალი კადრები, ეს იქნება შინაგან საქმეთა სამინისტრო, იქნება უშიშროება, იქნება თავდაცვა, იქნება კულტურა, იქნება განათლება თუ ასე შემდეგ. ყველგან არიან არაპროფესიონალები. აქ არის მგლური კანონი, ეს ჩემთან არის? ოცნების წევრია, ისევე როგორც მიშა აკეთებდა. ნაცია, კი ბატონო, დავნიშნოთ, აბა რა. აქაც ხოცია დავნიშნოთ, აბა რა. არ უყურებენ ვინ არის, ან სოფლის გამგებელი, ან სოფლის სპეციალისტი, ან რაიონის გამგებელი, ან გუბერნატორი, არა, მთავარია კლანური მართლობის ჩარჩოები. და ამიტომაც გლობალურად წამოუწია ეს საკითხი, რომელსაც დავარქვით. სახელმწიფოებრივი აზროვნების არ ქონა ხელისუფლებაში, თორე სახელმწიფოებრივი აზროვნების არ ქონა, რომ ყოფილიყო ისტორიულად ქართულ სამეფო კარზე, დღეს საქართველოს აქამდე ვერ მოაღწევდა. უფლისწულს რო ზრდიდა მეფე, იმ უფლისწულმა იცოდა, რომ ჯარს ხვალზე თითონ უნდა წაძღოლოდა წინ და არა დაცვის უკან, სადღაც მიკუნჭული ყოფილიყო და 50 კაცს ეტარებინა შავი ჯიპებით აქეთ იქით. არა, ის პირველი მიდიოდა ხმალ ამოღებული და მერე მიყვებოდა ჯარი. ის თუ არ იყო გულადი, თუ არ იყო გამოწოთვლილი, თუ არ იყო ნავარჯიშებელი და ფიზიკურად და სულიერად მაღალი დონის ვაშკაცი რაინდი, ის ვერც მეფედ გამოდგებოდა, ვერც მხედართმთავრად. ვინ გაყვებოდა იმას? რატო გაყვა ქართული ჯარი გიორგი სააკაძეს მარტყოფის ველზე 30,000-იანი ყიზილბაშთა ჯარის შუაგულში 4 კაცით დაიწყო აჯანყება და მათ შორის თავისი ვაჟი იყო, ავთანდილი უფროსი ვაჟი. გესმით? იქ მარტო პაატაკი არ გაწირა შაჰაბასთან დატოვებული მძევლად, არამედ გვერდზე თავისი უფროსი ვაჟი ავთანდილი ყავდა. ხოლო დავითი და იორამი ერთი ბიძასთან ზურაბარაგვის ერისთავის ჯარში იყო და მეორე ქვათახევის საეპისკოპოსოს ჯარში იყო მარტყოფის ველზე. აი ამაშია საქმე, ანუ თვით შეწირვის მაგალითებს აჩვენებდნენ ჩვენი ხელისუფალნი. აი ეს ვთქვი, იმიტოა დეფიციტი, მარტო იმიტომ კი არა რომ ვიღაცა ამდენი ქონება აქვს იმდენი, არა ბატონებო. ესენი არიან ჩვეულებრივი ღორის კოლტი, რომელსაც არ ადარდებს მეთქი ერი. და შესაბამისად ღორის კოლტის პრინციპია, რომ იმან თავისი დრუნჩიანები უნდა შემოიკრიბოს გარშემო. აი ამაშია საქმე. თორე როდესაც შენ 17 ქვეყნიდან უვიზო მიმოსვლას უკეთებ ქრისტიან პატარა ქვეყანას და მისი ისტორიული მტრების ქვეყნიდანაც თვალდახუჭული შემოყავს ამდენი ხალხი, უნდა იცოდე რომ აქ დიდი დემოგრაფიული კატასტროფა და განადგურება ემუქრება შენ ეს. მე ახლა მინდა ვაჩვენო ჩვენს მაყურებელს, რომ მეუფე იობის როცა კურთხევით გამოვიდა ასეთი პარაკლისი უფლისა მიმართ. აი ესეთი პარაკლისი და მინდა ეს შემდეგ გადავცე სხვადასხვა ეკლესია მონასტრებს, რომელიც სწორედ ქართული მიწაწლის და ჩვენი მამულის, ჩვენი სატკივარის დასაცავად არის შექმნილი. წინა სიტყვაობა მამა დავით დათოაშვილს ეკუთვნის, ეს არის გლდანის მიქაელ თავარანგელოზის ეკლესიის წინამძღვარი. მე დამიკავშირდა ამის თაობაზე მამა სპირიდონ სკიფურიშვილის შესანიშნავი მოძღვარი და მამულიშვილი და მე მიხარია რომ სწორედ უფალი თუ შეგვეწევა, თორე მე ახლა როგორ შეიძლება ამ ხელისუფლებების იმედი მქონდეს, რომელსაც უყურებთ. კიდევ ერთხელ მინდა თქვა, რომ ეს სატკივარი, რომელსაც უცხოელების მასობრივი შემოდინება ქვია, ეს არის პირდაპირ დაკავშირებული ქართული მიწაწლის გაყიდვასთან, ქართული მიწაწლის არაბიზაციასთან, ირანიზაციასთან, თურქიზაციასთან. ჩვენ ვხედავთ აგერ აჭარაში რაც ხდება, ბათუმში რაც ხდება. ეს არის სახელმწიფო პოლიტიკიდან გამომდინარე. სწორედ მოღალატეობრივი პოლიტიკა ხელისუფლებისა. ამიტომაც მე ფიქრობ, რომ ამ კუთხით ჩვენმა დედა ეკლესიამ ვინც არ უნდა აირჩიონ პატრიარქად. მე
ცაში წდება, არა ვარ ეხლა მაგაში არც ჩამრევი და არც რაღაც არჩევების მიმცემი, მიუხედავად ჩემი სამეცნიერო ცენზისა, მე ვფიქრობ, რომ ეკლესია აქტიურად უნდა ჩაერიოს ეროვნულ პრობლემებში. გადავართ მაგ თემებს. ერთი წამით დავასრულებ. ეროვნულ პრობლემებში. მე ჩემ აზრს ვამბობ. იმიტომ რომ მე არ კიდე ერთხელ ვამბობ, მე არ ვერევი პატრიარქის არჩევნებში, ვინც გინდა აერჩიონ, ეს ზეცაში წდება და სულიწმინდის მადლი ვიზეც გადავა და ვისაც აერჩევს უფალი ის იქნება, იმიტომ რომ ჩვენ ყავდა დიდი პატრიარქები და ყავდა დიდი პატრიარქი უწმდეს და უნეტარესი ილია მეორე ღმერთმა აცხონოს. მე ძალიან კარგად ვიცნობდი და დიდი ეპოქა დამთავრდა დიდი პატრიარქისა. თუმცა იყვნენ რა თქმა უნდა დიდი პატრიარქები და ეს იქნებოდა კირიონი, რომელიც აგერ მარტყოფში მოკლეს, ლეონიდე და კალისტრატე ცინცაძე და სხვები, მაგრამ მე მინდა გამოთქვა რწმენა, რომ საქართველოს ეკლესია აქტიურად ჩაერევა ყველა ეროვნული პრობლემის გადაწყვეტაში. რადგანაც ხალხს უკვე ხელისუფლებების იმედი აღარ აქვს. ხალხს უკვე კანცი აქვს გაწყვეტილი. და მე მინდა დავსვა კითხვა, რომ ჩვენი ეკლესიის მესვაურთა გასაგონად დიდი გრიგოლ ხანძთელი რომ არ ჩარეულიყო სახელმწიფო პოლიტიკაში. თქვენ როგორ ფიქრობთ, ჩემო სულიერო მამებო, საქართველო კარგი გზით წავიდოთა თუ ცუდი გზით? აი მარტივად ვამბობ, არ მინდა ეხლა ფილოსოფიური წიაღსვლები და თეოლოგიური წიაღსვლები. გიორგი მთაწმინდელი რომ არ ჩარეულიყო ბაგრატ მეფის დროს სახელმწიფო პოლიტიკაში, საქართველოს საქმე კარგად წავიდოდა თუ ცუდად წავიდოდა, როგორ ფიქრობთ? თევდორე კველთელი უბრალო მღვდელი თრიალეთზე მდებარე ერთი პატარა სოფლისა. რო არ გაეწირა თავი 60,000-იანი ოსმალო თათარხანის ლაშქარი გზიდან არ აეცდინა და არ ჩარეულიყო იმ სახელმწიფო პოლიტიკაში, რომელსაც მეფის გადარჩენა ერქვა. როგორი გზით წავიდოდა საქართველო? ამის შედეგი იქვე 1609 წელს ხდება, მაგრამ 1600 წელს რა მოხდა? როდესაც სიმონ პირველი დაატყვევეს თურქებმა და 7 სართულიან კოშკში ყავდათ გამომწყდეული და იქ გარდაიცვალა დიდი მეფე მამაცი. ამიტომაც ჩვენი ეკლესიის ისტორია სავსეა დიდი საეკლესიო მამების თავგანწირულობით. თავისი ერისა და მრევლისათვის. რადგანაც ამას თქვენ სახარებაც გეუბნებათ. იოანეს სახარების მე-15 თავის, მე-12, მე-13 პუნქტი. უფრო ის ამისა სიყვარული არავის აქვს, ოდეს თავი თვისი დადვას მეგობართა თვისთათვის. ამიტომაც, როდესაც გადაგებთ, გახსოვდეთ, რომ იქ დაძაბუნებული, დაჩაგრული, გახატაკებული, სიკვდილის პირას მიყვანელი ქართველი ერი გიმზერთ და თქვენგან თავგანწირვას მოითხოვს. ისეთივე თავგანწირვას, როგორც ჩვენი დიდი სასულიერო მოღვაწეები ეწეოდნენ. ეს იქნებოდა ჭყონდიდელი, ეს იქნებოდა გიორგი მთაწმინდელი, ეს იქნებოდა არსენი ყართოელი, ეს იქნებოდა გრიგოლ ხანძთელი, ეს იქნებოდა თევდორე კველთელი თუ სხვები. ამიტომაც დღეს საქართველოს ყოფნა არ ყოფნაზეა საუბარი. საქართველოს ყავს მოღალატე ხელისუფლება და არც იმედი არ არის, რომ რაიმე სერიოზული ძალით მოკლე ხანში ამ ხელისუფლების შეცვლას შევძლებთ, თუ ხალხი არ გამოფხიზლდა და საქართველო არ გაერთიანდა. თუ მხოლოდ მიტინგები ისე იმიტომ გაიმართა, რომ ორთქლი გამოუშვას ხალხმა და სატელევიზიო გადაცემები მოემსახურება ასევე ორთქლის გამოშვებას და გულზე ხელის ბაგუნს ემსახურებოდეს
ასევე სოციალური ქსელები იმ ორთქლის და ოხშივარის გამოშვებას, რომელიც დაგუბებულია ხალხში პროტესტის ნიშნად, არაფერი არ გამოვა. ამიტომაც მე მიმაჩნია, რომ ვერც ერთი პოლიტიკური ძალა დღეს რა სახელწოდებაც არ უნდა დაირქვანა მათ. ვერ უშველის ქართველ ერს, თუ ისევ დედა ეკლესიამ არ გააერთიანა. ამიტომაც დედა ეკლესიას გაქვთ ძალიან დიდი მისია. ძალიან დიდი მისია და მე მინდა გითხრათ, რომ სულ რამდენიმე მეუფეს ვიცნობ, რომელიც ეროვნულ პრობლემებზე ღიად გამოდის და საჯაროდ საუბრობს, რომელიც ომობს, იბრძვის ამ პრობლემათა გადასაჭრელად. მაგალითად, მეუფე ანანია ჯაფარიძე, მისი უნიკალური გამოცემები აფხაზეთის, სამაჩაბლოს, დავით გარეჯის თაობაზე. მეუფე იობის გამოსვლა დავით გარეჯთან დაკავშირებით. მეუფე იოანე გამრეკელის გამოსვლა ქართული ერის გენეზისთან დაკავშირებით. მეუფე შიოს გამოსვლა დემოგრაფიულ პრობლემასთან დაკავშირებით, ნათლობის ხალხის ნათლობის პროცესის გაგრძელებასთან დაკავშირებით. დანარჩენები რატო არიან გაჩერებულები? დანარჩენები რატო მისდევენ ილია ჭავჭავაძის მკვლელის ბერბიჭაშვილის გზას? ამიტომაც კიდე ერთხელ მინდა გავიხსენო საქართველოს ისტორია, რომ არა მარაბდის ველზე, მანამდე მარტყოფის ველზე, საეკლესიო ჯარის გმირული ბრძოლა ეს ხარჭაშნელი იქნებოდა, რუსთაველი იქნებოდა თუ ურბნელი ეპისკოპოსი იქნებოდა, ქართველობა დღემდე ვერ მოვიდოდა. დღესაც ომია. მართალია, ხმალი ფარშიმშერი არ გიკავიათ, მაგრამ დღეს უფრო ულმობელი ომია. მტერი არ ჩანს, თუმცა მტერი ყველგანაა. და მაგალითი ერის გადარჩენისა თქვენ უნდა მისცეთ, ძვირფასო მამებო. მე როგორც რიგითი ცოდვილი შვილი, ყველაზე ცოდვილი შვილი, უმორჩილესად გთხოვთ, ჩაუდეკით ერის გადარჩენის, ქართველი ერის გადარჩენის საქმეს სათავეში. მარტო ამბიონიდან ქადაგება ვერაფერს ვერ უშველის. ან ამბიონიდან ის სიმართლე იქადაგეთ სრულად, როგორც ქადაგებს მაგალითად მამა არჩილ მინდიაშვილი. ან მამა გიორგი პავლოვი. არ როგორც ქადაგებდა მამა გიორგი ვასილაძე ცხონებული. სალოსი ბერი გაბრიელი. რა ვიცი მე ამით მინდა დავასრულოთ ჩვენი თითქმის მე რაც უნდა დამეშო შეგიძლია ამოწურეთ, მაგრამ მაინც მინდა კიდევ აი მოკლედ ორ საკითხს შევეხოთ, ერთზე ფაქტიურად ნახევრად გავიარეთ. დაახლოებით საქართველოში არის 3700 სოფელი. დიახ. ამ 3700 სოფელიდან თქვენ კარგად იცით, გახსოვთ, რომ ბატონმა ივანე ჩოლოყაშვილმა ჩაატარა კვლევა 2012 წლამდე. საოცარი კვლევა ჩაატარა კი ეთერში. 500 სოფელი იყო მკვდარი. 2012 წლის მერე თქვენ იცით რა ტემპით მიდის განადგურება სოფლების და გამორიცხული არ არის უკვე 1000-ზეც იყოს ეს. აი მაგეთი დავიწყე ზუსტად. ხო და სოფელი ერთაწმინდა მოკლეს, იმიტომ რომ სკოლა დახურეს. სოფელი ნოსტე მოკლეს, იმიტომ რომ სკოლა დახურეს. სოფელ ლამისხანას საბავშვო ბაღი დაუხურეს და ასე შემდეგ. ეს კასპის რაიონის შემშობლიურ რაიონზე რაც ვიცი. და ეხლა სხვა რაიონები ძახალი გარდამეცვალა. ერთმა ნათელში ამბობს ქალბატონი რუსუდან ლომთაძე. მაგრამ ვიყავი სოფელ ბარეულში. ესე მიგდებული სოფელი, ესე უპატრონოდ მიტოვებული ქართული მოსახლეობა, უგზოობა, უშუქობა,
გაზი არ არის, არაფერი არ არის, მაღაზია არ არის, აფთიაქი არაფერი აბსოლუტურად. არდა იმ წეული კომუნისტების დროს ყოფილა სკოლაც, ისიც. როგორ ცხოვრობს ხალხი? როგორ ისვენებ? პრემიერო შენ? ეხლა დააწვა იქ ჩავიდა სომხეთში და ზელენსკის დიდსამბით ჩამოართვა ხელი ეხლა იმას, რა ქვია, ეპშტეინოვიჩს. და აი შემეცოდა და როგორი პატრიოტები არიან ეს რაჭველები, რომ მამა პაპეულ ამ მიწაწყალს არ ტოვებენ, მიწას ებრძვიან, მოყავთ იქ ხილია, ვაზია, რაღაცა წყალებით იმით და ელემენტარულად განა რა გახდა, ესე იგი სტალინს ამ ბუმბერას ქართველს როცა არ იყო ისეთი ტექნიკა და ეს მიუვასოფლებში გაიყვანა გზები და ელექტროენერგია მიუყვანა. ბულდოზერი ხო გაგაჩნია დღეს, ექსკავატორი ხო გაგაჩნია დღეს. რაღაცა ტრაილერები და ესენი ხო გაგაჩნია. რატო არ შეიძლება რომ სოფლებში ყველგან მიიყვანო გზა, მიიტანო გაზის მილი, რომ ის დაამაგრო ის ხალხი იქა, ხელი შეუწყო ეროვნულ წარმოებას, მცირე მეწარმოებას იგივე სოფლებში, მაგრამ არა, ეს სპეციალურად ხდება და თუმცა რომ მასობრივად გაყიდონ მერე რაჭის ტყეები, რაჭის მიწები, რაჭის ახლა მოდიხარ და შაორის ტბის გარშემო უკვე ისეთი ადგილებია გაჩეხილი, რომ ვიღაცებმა მერე ალბათ ფეშენებული ისენი სასტუმროები და ისენი ააშენონ, ისე ვეღარა ძღებიან, იმიტომ ვთქვი. ღორების კოლტი ყავს სათავეში. მაგას ჯერ არ დასახლებულა არაბები, აგერ კოჯრის თავზე იმე სულ გაყიდულია მიწები და უკვე თანამედროვე ელექტროსისტემები გაუყვანეს კაცო და მადრატო ვერ გაყავთ. უბრალოდ სწორედ თქვენ დიახ, აი ამ ხელისუფლებას სურს ეგენიც აყარო. ასე ყდება ქართულმა ხალხმა აიწოს რომ დარია დაახლოებით 1000 სოფელი და თანდათან ყდება ყველა. ყდება ქვეყანა. ქვეყანა ყდება, ქვეყანა. ხო გეუბნებ ეხლა შენ როდესაც თბილისთან ნოსტე 1800 კილომეტრზე კი არ არის კაცო. სადღაც არის 70 კილომეტრზე. სული ამოხადეს ამ ჯარიმები, ბატონო, თქვენ ხო აი ავტომობილი. ეს ცალკე საკითხია და ერთი კიდე მინდა ვთქვა, ჩვენ გამოგჩა ქვეყანაში არის ანტიეროვნული, ჩვენ ფარმაციაზე ვილაპარაკეთ, მაგრამ ანტიეროვნული ჯანდაცვის პოლიტიკა. ანუ ექიმებს, ექთნებს, სანიტრებს და საშუალო პერსონალს, ექიმებს და საშუალო პერსონალს აქვს ძალიან მცირე ხელფასი. სამაგეროდ კლინიკის მეპატრონები გახდნენ მილიონერები და მილიარდელები. აი ნახეთ ჩამონათვალი მილიარდელების და მილიონერებისა ვინ არიან? რა სფეროში გახდნენ? რა უბედურებაა ხალხო? ან რატო არ შეიძლება ამ გაღატაკებულ ქვეყანაში თუ პარიზში არსებობს ამ ხელა 10 მილიონიან პარიზში უფასო საავადმყოფო რომ ღარიბი ადამიანი შევიდეს და იმკურნალოს, მაგრამ სრულყოფილი ის კი არა რომ ან წრევის აპარატი არ ქონდეთ, ან კარდიოგრამის გადაღება არ შეძლონ, ან რენტგენი არ იყოს, ან ეხოსკოპია, არა. ჩვეულებრივად აბსოლუტურად იქ მილიონერი და მდიდარი არ შევა. იცის რომ ამ კატეგორიისთვის არის ესეთ შეგნება. აქაც გახსნან ეს უფასო საავადმყოფოები. უფასო ჯანდაცვა აქვს ესპანეთს თლიანად, იქ ვიყავი. უფასო საავადმყოფოები გახსნან. გახსნან უფასო პოლიკლინიკები. არ უნდა ეს სისტემა რაღაცა ეს მასობრივად ხალხი არის ავად, ხო? ჯერ ერთი ამ ქიმტრაილერები თუ რაღაც ჟანდაბები რო დაფრინავე, ხო? ამის თაობაზე ძალიან საინტერესო წერილი დაბეჭდა ბატონმა ჩვენმა მეგობარმა ლაშა რადარიშვილმა ასავალ-დასავალში, ხო? ფაქტიურად მასობრივი მოწამლა მიდის რომ მოსახლეობისა რა? როგორც ამბობენ. ეს მოსახლეობა რო შეხვალ ონკოლოგიური კლინიკაა თუ სხვა გულის კლინიკები რიგი რიგზე დგა რა? ხო ყველასთვის უკვე თვალშისაცემია. რომ მოსახლეობის ძალიან დიდი პროცენტი დაავადებულია ნერვიულობის გამო, შიმშილის გამო, უსახსრობის გამო, ეკონომიური სიდაგჭირის, ფსიქოლოგიური ზეწოლის და ასე შემდეგ. ამასა ეს სწორედ თქვი ეს ჯარიმები. ეს რა მოიგონა, ესე იგი ამ ჯუნძაღლმა იმან, რა ქვია, კახა მაჰმად-ხანმა რა. როგორ შეიძლება ამ გაღატაკებულ ქვეყანაში მანქანების მოტაცება დედაქალაქში მანქანა ვერ გაგიჩერებია საათობრივის ვითომ ამით მოაწესრიგეს ქუჩებს შეხედეთ
ან დახაზული ნორმალურად არის, ან ის ღრმულები და ისინი მოწესრიგებულია, ან პარკინგი მოწესრიგებულია. შენ რომ თხოვ მე და 50 ლარიანს თუ 100 ლარიან ჯარიმას მოწესრიგებულია გზები? მოწესრიგებულია ეს ყველაფერი, ეს ინფრასტრუქტურა? ან საწვავზე ფას რომ მიძვირებ, საწვავის ხარისხს აკონტროლებს ვინმე? როგორი ხარისხი საწვავი შემოდის CO-ზე და იმაზე ეკოლოგიაზე რომ ლაპარაკობ და პაპუაშვილი აქედან ვითომ 6 წლიანი მანქანები შემოყვანა არ შეიძლებაო? საწვავის ხარ, მაგრამ იქ საწვავზე თვითონ არიან მაგნატები, ანუ იმ ღორის კოლტების წევრები არიან, რომლებიც თქოლეფავენ საქართველოს ბიუჯეტს და ქართველი ერის, ქართული სახელმწიფოს სიმდიდრეს. აი, კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა და მოუწოდოთ ჩვენ ეკლესიას. ერთადერთი გამოსავალი დათო. მე უდიდეს პატივს ვცემ თქვენ გაერთიანებას, მის წევრებს, გენაცვალეთ, მე აბსოლუტურად ხარს გიჭერთ, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ აი პარტიების მიერ თქვათ ორთქლის გამოსაშვების შეკრებები, მე მანამდეც ბევრი მინახია და ისა თუ ეკლესია არ ჩაუდგას სათავეში ეს ისევე როგორც თქვათ ალავერდის აჯანყებას, ისევე როგორც თქვათ ბახტრიონს, ისევე როგორც თქვათ გინდა იგივე სხეტატაშის კარის რომ ტაშისკარის ნახვეტარას ველზე რას წერს იოსებ თბილელი კაცო ეს მიტროპოლიტი თბილისის არა იმ ღამეს მართლ მორწმუნენი ვიყავთ სულ ღამეთევით ანუ მთელი სამღვდელოება ჯართან ერთად ლოცულობდა და ომობდა ანუ ის ჯარისკაცი რო ხედავს რომ იმისი მამაო ხმალს იქნევს ის თავგანწირვით ეკვეთებოდა მტერს ის კი არა ის რო ხედავს რომ იცი რა შენ მომიწოდებ მე რომ ისა რა ქვია პური შენი არსობისა და ის და შენ ამ დროს 5 ჯიპი ყავს ეგრე არ არის ძმო შენი პირადი ცხოვრებით უნდა აჩვენო რატო გადარჩა საქართველო სამეფო დინასტიამ ბაგრატიონებისა რითი გადაარჩინეს თვით შეწირვის მაგალითების ჩვენებით ის ბაგრატიონები ოჯახში იზრდებოდნენ და არა შემთხვევით ეხლა რომ ვამბობთ ის ბაგრატიონია მოდი მეფე იყოს მე არა ვარ მაგის მომხრე პირდაპირ ვაცხადებ სტალინი არ იყო ბაგრატიონი არ იყო ბუმბერაზე ქართველი აი სტალინის ფენომენმა უბრალო გლეხის შვილსაც და მუშის შვილსაც მისცა საშუალება გამხდარიყო პროფესორი და აკადემიკოსი თუ ის იყო ნიჭიერი როგორც დიდი პოეტი ამბობს მიეცი ნიჭსა გზაფართო აი აქედან გამომდინარე ყველას დიდი მორალი ეს არის ცი ყველა ღმერთის შვილია ეხლა ნუ დავიწყებთ ეს თავადია ის ბაგრატიონია ეს ერის არა ნიჭს აძლევს ზენა მხოლოდ კაცს და არა გვარიშვილობას კი ბატონო ამიტომაც იყოს ნება ღვთისა ერთი მნიშვნელოვანი ინფორმაცია უნდა გავაჟღერო ამ ეთერში თქვენ ახსენეთ ჯანდაცვა და მე მინდა ვკითხო ახლა სად არის ამ მომენტში ჯანდაცვა როდესაც კაზრეთში მიდის ოქროს მოპოვება ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი ინფორმაციები მოდის ჩვენთან თლიანად დაბინძურებულია მდინარე მაშავერა ისეთ დონეზე რომ გაოცდებით რომ ნახოთ უბრალოდ აი ნანახი მაქვს ხა რომ ჩააგდოთ აი ეს გაიშლება მთლიანად როგორც სუთეთრი გახდება წყალი აი ამ წყლით ირწყვება მთლიანად გარდაბანი და ეს მარნეული ესენი და იქიდან მოყვანილი მწვანილი ბოსნეული ის ამას იღებს ჩვენი მოსახლეობა და პირველი ონკოლოგიის წყარო არის ეს პატივცემულო მეგობრებო და ამიტომ გახშირდა როგორც ჩანს საქართველოში ესე მეტისმეტად სწორედ აი ესე დაბინძურებულ პროდუქტებს რო ვიღებთ და ამიტომ არის რომ ონკოლოგიური ავადმყოფებს ვეღარ იმაშება უკვე აუდიტს მიღებას თურქეთი საქართველოსთან ხო და ჯანდაცვა სად არის რომ იწამლება ეხლა არ ვიტყვი მე ჩემი თავი კაცო მე ჩემი სიცოცხლე მაინც ვიცოცხლე და ვიცხოვრე მაგრამ ბავშვები არ ეცოდებათ ბავშვები არ ეცოდებათ დათო წეგავთ საქართველოს გული გამოგრუნტულია ოქროს ვერცხლს სპილენძს მარგანეცს ცემენტს ისე იღებენ რომ
დაანგრეულია საქართველო, ხო გეუბნები, დასავლეთ საქართველო იქნება აღმოსავლეთი თუ ჩრდილოეთი თუ სამხრეთი, გამოღრუტუნულია ყველა. აბსოლუტურად ეკოსისტემა დაანგრეულია, ხმას არ იღებს, რა თქმა უნდა, ბუნების დაცვის და ეს ველური პრინციპებით მიდის, ოღონდ არის სავსე და ეხლა ჩემთვის მნიშვნელოვანია და მტკივნეულია, იმიტომ რომ ჩემი პირველი დისერტაცია, სადისერტაციო თემა იყო მიწისზედა წყლების კონტროლის ავტომატიზებული სისტემები. ცხონებული ბატონი ზაურ ყრუაშვილი იყო ჩემი ხელმძღვანელი, უძვირფასესი ადამიანი და აი იმ პერიოდში მარტო მტკვარზე 11 ავტომატური საკონტროლო სადგური მუშაობდა. ერთი თბილისის ზღვაზე და 10 მტკვარზე, დაწყებული ზაგეს და ფონიჭალი დამთავრებული. ასევე ყოველთვიური გაზომვები ხდებოდა, იგივე მაშავერა იქნებოდა, იორი იქნებოდა, ალაზანი იქნებოდა, რიონი ცხენისწყალი. რომ რაიმე დამაბინძურებელი, ან რადიაციული, ან შხამიანი ნივთიერება, ან რაღაცა ხდებოდა დათვრჩხენების კერების იდენტიფიკაცია და დაუყოვნებლივ. და ხდებოდა ინფორმაციის სტატისტიკური გადამუშავება. გაზომვები ხდებოდა ყოველ საათში ერთხელ. და სხვათა შორის დღეს იაპონიაში წესია, რომ მოსახლეობას აწვდიან, რომ თქვათ, აი, ზღვის სანაპიროზე, აი ეს არის, თქვათ 20 კომპონენტი იზომება, ხო? ეგ pH, RK, BPK და ეს ყველაფერი იზომება, ნატრიუმი, ქლორი, თარიშხანის შემცველობა ხო არა, რადიაცია ხო? და აცნობებენ მოსახლეობას, რომ აი ამ რო შედიხარ საბანაოდ, აი ესეთია, თქვათ, მარილიანო. ეს ყველაფერი ჩვენთან აღარ არის. მოისმო ეს ყველაფერი. აღარ ჩავზღვაზეა და ამაშავერაზე. ესენი მგლური კანონით გლიჯავენ ამ ყველაფერს და ეგ ავთქვი, ეგ პრობლემა ავთქვი, რომ საქართველოს გული გამოღრუტნეს ყველაფერი. ქსნის მაგალითი, იმიტომ ვთქვი, ქსნიდან არა მარტო ამ შებელს იღებენ, თიხნარზე მოდის უკვე და ვენახები წაიღო, ვენახებთან მოვიდა ქსანი. ანუ მდინარე მტალვეგი შეიცვალა. ანუ ეკოსისტემა უკვე დაზიანებულია იქ. იგივე ხდება აქ დაბინძურება, ხო? მე იმით იწამლება ჩვენ მაგის კონტროლი ხდებოდა, რომ კიტრის და პამიდორის საზამთროს და ისეთი ბოსტნეულის შემცველობაში ხდებოდა იმ კონცენტრაციების, სრული დასაშვები კონცენტრაციების დადგენა, რომ ზიანი არ მიხენებოდა ადამიანის ჯანმრთელობას. და სურსათის ეხლა სურსათის უნებლობა რასაკეთს არაფერს, მაყურს აკეთებენ, მეტი არაფერი. აღარც არის ეგ 60. აი ამაშია საქმე. ვისია ეხლა კაზრეთი? ვინ იღებს იმ ოქროს? ქართველი ერის ჯიბეში მიდის იქ შემოსული თანხა? არაფერი, ყველა მიცოდი ძინა ივანიშვილი. გამარჯობა. ანუ აი ეს ყველაფერი, იმიტომ ვილაპარაკე მე რომ საქართველოს ხელისუფლებაში არ არის სახელმწიფოებრივი აზროვნება და ეს არის ღორების კოლტი, რომელიც ქართველ ერს ანადგურებს. ეს არის გენოციდი ქართველი ერისა და რა დასკვნა რა გავაკეთე? ერთადერთი მე არც ერთი პოლიტიკური ძალის, ცალკეული პოლიტიკოსებს გენაცვალოთ ჩემი თავი, მაგრამ არც ერთი პოლიტიკური ძალის იმედი არ მაქვს, რომ აი ამ ბოროტებას, რომელსაც აი ესეთი მსოფლიო მონსტრული ის ქვია ძალა შეეჭიდება და ხალხს რაღაცნაირად გამოიყვანს. ერთადერთი ეკლესიის იმედი მაქვს, რომ ღვთის შეწევნით მათი აქტიური ეროვნულ პრობლემატიკაში ჩარევით შეცვალონ და დაუდგნენ ერთ ხარში, თორე ისევე როგორც კიდე ერთხელ ვიმეორებ, როგორც სიმართლეს ქადაგებს მამა არჩილი, მამა გიორგი პავლოვი და კიდე რამდენიმე ოძღვარი ეცეგანო ახსენე მამა სპირიდონ სკიპურიშვილი, მამა დავით დათოში, თორე დანარჩენი ჩვენ ერის გაწყვეტის პირზე ვართ. მისი უდიდებულესობა ვეფხისტყაოსნის პატრონის, მრავალჟამიერის პატრონის, უნიკალური ქართული ცეკვების პატრონის, უნიკალური ქართული პოეზიის პატრონის, უნიკალური ქართული ფილმების პატრონის, ქართული საგალობლების პატრონის, ქართველი ერის გაწყვეტის მომსწრენი გავხდებით. ეს პროცესები მიდის ხელისუფლება ამას ვერ გძნობს, იმიტომ რომ ბედნიერები უდარდელები არიან და არასდროს არ ცალიათ ასეთ პრობლემებზე საფიქრებლად. რადგანაც უპირველესად კიდე ერთხელ ვიმეორებ, საქართველოს ხელისუფლებაში არის სახელმწიფოებრივი აზროვნების დეფიციტი და საქართველოს ხელისუფლებას ეზიზღება ქართველი ერი. აი ეს არის ჩემი დასკვნა.
ამიტომაც თქვენ ძვირფასო მამებო და ჩვენო მართლმადიდებლო ეკლესია მოგიწოდებთ მე ერთი რიგითი ცოდვილი ვაჟა ოთარაშვილი დაუდგეთ ერის გადარჩენის საქმეს სათავეში. სხვა დანარჩენი აქცია, მიტინგი, ორთქლის გამოშვება და ასე შემდეგ არაფერს არ მოგვიტანს. თქვენ ერთადერთ შეგიძლიათ რომ კიდევ ერთხელ დარაზმოთ ისევ როგორც მე-17 საუკუნეში მარტყოფის ომის დროს, ისევე როგორც მე-17 საუკუნის დასაწყისში 1609 წლის 21 ივნისს ტაშისკარის ნახვეტარას ველზე დარაზმა ქართულმა სამღვდელოებამ ჩვენი ვაჟკაცები ისე დარაზმოთ დღესაც ჩვენი ერი ზეპარტიულო და ძვირფასო მამებო. მე ერთ რამეს დავამატებდი ბატონო ვაჟა, მართალ ვბრძანებთ რომ ერმა და ბერმა უნდა გადაარჩინოს ქვეყანას. სწორედ ამიტომ იყო ჩვენ გასულ წელს მივედით საპატრიარქოსთან. მხოლოდ ეს შევთავაზეთ, რომ აი ესეთი პრობლემები, რომელიცაც ახლა დღეს ჩვენ საუბრობდით, ამას რომ გადაჭრა უნდა, აქ ლაპარაკი ჩვენი მისვლაც არ უნდა სჭირდებოდეს საპატრიარქოს, ისინი უნდა დგებოდნენ, ისინი უნდა გვეძახდნენ ჩვენ პირიქით და ჩვენ გვერდში უნდა დაუდგეთ. ასეა აი ნორმალური მოქცევა საეკლესიო მსახურების, ასე უნდა იქცეოდნენ უბრალოდ. ეხლა კარგი თქვათ, თვითონ არაკეთებენ ამას, ხო? ჩვენ მივედით. ჩვენ პასუხიც ვერ მივიღეთ. ძალიან შეურაცხყოფილია. კარგი დათო, აღარ გავაგზელებ, მაგრამ აღარ გავაგზელებ. არა, ჩვენ ურავინ დაგვადანაშაულებს, მაგრამ ის რომ დამიჯერე, აღარ გავაგზელებ. არ ვაგზელებ ბატონო, უნდა დავასრულო, ბატონო ვაჟა ეს მაინც. ძალიან კარგია, როდი თუ გინდა რომ წარმატებას მიაღწიო, ერმა და ბერმა უნდა მიაღწიოს, მაგრამ თუ ახლა ეკლესია ჩვენ არ დაგვიდგება ღმერთმა არ აქნას და არ დაგვიდგა გვერდში, ჩვენ გულხელს ვერ დავიკრიბავ და ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლეთ. მაშინ ერთს მოუწევს ერისკაცებს მარტო ბრძოლა და ძალიან ცუდი იქნება ეს. მეც გეთანხმები, ძალიან ცუდი იქნება. და კარგი იქნება ის, რასაც ჩვენ თხოვთ, რომ დავდგეთ ერთად ერი და ბერი. დათო მე დავასრულე უკვე. კი ბატონო, მეც ვასრულე. 24 მაისს ჩვენ ქართველთა დიდი გაერთიანება აი ამ უდიდეს პრობლემებზე, რასაც ქვია ეს უვიზო შემოსვლა ამ 17 სახელმწიფოდან, რომ არ გაიყიდოს ყველანაირი დანიშნულების ქართული მიწა უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე, უნდა გავიგოთ ასევე დავადგინოთ ჩვენ ამ დღეებში ავალ დავით გარეჯზე, სადამდე შეგვიშვებენ ამასაც ვნახავთ და დავწმუნდებით ჩვენი თვალით. მოკლედ, უმძიმესი საკითხებია, რომელსაც გადაჭრა უნდა, ამიტომ ჩვენ მოუწოდებთ მთელი საქართველოს მოსახლეობას ყოველგვარი სკამების გარეშე, ყოველგვარი რაღაცა პარტიული იმის გარეშე, რაღაცა მიზნების გარეშე, ჩვენი მიზანია დავიცვათ ჩვენი სამშობლო და ვეძახით ყველა მამული შვილს, ყველა პატრიოტს. 24 მაისს საღამოს 18 საათზე მეტრო რუსთაველთან, რუსთაველის ზეგთან. ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ბატონო ვაჟა მობრძანებისთვის. დიდი მადლობა. საინტერესო იყო თქვენი საუბარი და იმედია ბევრი მაყურებელი მოусმეს, გაანალიზებს და უფრო გამოიღვიძებს. ამინ.